მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ნეიროარტი, ნეიროგრაფიკას დავხატავთ ჩვენ და გამოვიყენებთ 5 დღიურ აფირმაციას მისი ხატვის პროცესში. ეს ცოტა სანთელი თქვენთვის, გავათბოთ ენერგიებით ჩვენი დღევანდელი ცოტა გრილი შემოდგომის ამინდი და აი აქ ხა დღეს ჩვენ დავხატავთ 5 დღიურ აფირმაციას და გავუშვებთ მას ჩვენს სივრცეში. ამისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება პირველ რიგში თემის აქტივაცია, ფურცლის უკანა მხარეს დავწერთ აფირმაციებს და ეს აფირმაციებია პირველი მე ხედავ პოზიტიურ პოტენციალს ყველა მოვლენაში. მეორე, მე ვიზიდავ დახმარებას, რომელიც აუცილებელია ჩემი ოცნების განსახორციელებლად. მესამე იქნება ყოველ ახალ ეტაპზე ცხოვრება მაძლევს შანსს მივიღო ახალი გამოცდილება. მეოთხე, მე ყველაფერი მაქვს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის. მეხუთე, ჩემი აზრები, სიტყვები და ქმედებები დამუხტულია დადებითი ენერგიით. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ინსპირაცია, ან შეაკეთოთ, გადააკეთოთ ეს აფირმაციები, მოირგოთ თქვენზე. ეს არის საბაზისო ძალიან კარგი 5 აფირმაცია და დღეს მოდით გავაკეთოთ ესეთი სუბუქი ნამუშევარი. ეს არ იქნება და კონკრეტულად ესეთი ალგორითმი, რასაც მიჩვეულები ვართ ნეიროგრაფიკაში, ეს არის ლირიული გადახვევა, პოეტური, ასე ვთქვათ, და ეს საკმაოდ მიღებული ფორმაა ნეიროგრაფირებაში, როდესაც უკვე გარკვეულ ეტაპზე გადადიხარ. მე მგონია, რომ თქვენიც დიდი ხანია ხართ ჩემს სივრცეში, უკვე ასე თუ ისე ბევრს მუშაობთ და შეგიძლიათ, რომ თავისუფლად გააკეთოთ ესეთი ნეიროალგორითმი. მე მინდა რომ შუაში გავაკეთო ძალიან ნაზი ყვავილის ფოთლებით დავიწყო და გავაკეთო ეს ფოთლები ფანქრებით. შეგიძლიათ ერთ ფერში გააკეთოთ, ეს შეგიძლიათ სხვადასხვა ფერში ან იქვე დაურთოთ. აქ ცენტრში დავხატავ საკუთარ თავს, საიდანაც მოდის, უბრალოდ აღნიშვნას გავაკეთეთ, საიდან მოდის ეს აფირმაციები. და წრეზე გახსოვთ, გითხარით, რომ შეგიძლიათ 40 ჯერ წრე დახატოთ და უკვე არის ნეიროგრაფიული ნამუშევარი. აქ ჩაიფიქრეთ რამე. ჩვენი პირველი აფირმაცია გაუშვათ სივრცეში. მე ხედავ პოზიტიურ პოტენციალს ყველა მოვლენაში. ეს არის ეს აფირმაცია. მე ხედავ პოზიტიურ პოტენციალს ყველა მოვლენაში. მე ხედავ პოზიტიურ პოტენციალს ყველა მოვლენაში. მე ვიზიდავ დახმარებას, რომელიც აუცილებელია ჩემი ოცნების განსახორციელებლად. და მივცეთ ამას ესეთი ნეიროგრაფირება. მე ვიზიდავ დახმარებას, რომელიც აუცილებელია ჩემი ოცნების განსახორციელებლად. შემდეგი აფირმაცია. ყოველ ახალ ეტაპზე ცხოვრება მაძლევს შანსს მივიღო ახალი გამოცდილება. თქვენ როგორი ფორმაც გსურთ,
ისეთი მიეცით მეგობრებო, ვინც ხატავთ აუცილებლად გექნებათ თქვენი რაღაც სხვა ფორმები. ყოველ ახალ ეტაპზე ცხოვრება მაძლევს შანსს მივიღო ახალი გამოცდილება. მეოთხე, მე ყველაფერი მაქვს წარმატებული ბედნიერი ცხოვრებისთვის. მე ყველაფერი მაქვს წარმატებული ბედნიერი ცხოვრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ღრმად ჩაისუნთქოთ და მოისუნთქოთ ხატვის პროცესში, თქვენ ასე ააქტიურებთ თქვენს ენერგიას და უფრო უკავშირდებით ამ აფირმაციებს. და ხატვის პროცესშიც ეს აფირმაციები ამოწერილი სადმე დაიდეთ და გაიმეორეთ. და მეხუთე, ჩემი აზრები, სიტყვები და ქმედებები დამხტულია დადებითი ენერგიით. ჩემი აზრები, სიტყვები და ქმედებები დამხტულია დადებითი ენერგიით. აი, ესეთი ყვავილი გვაქვს ახლა ჩვენ და ამ ყვავილს ახლა ჩვენ ენერგეტიკულად გავაძლიერებთ ფერებით. გავაკეთებთ ასევე აუცილებლად სივრცულ ხაზებს და მე მინდა აქ შემოვიტანო პატარა სპირალი, რომელიც ასევე გააძლიერებს ჩვენს ნახატს. მოგონთ ახლა ამ სპირალს დავხატავთ არა მკვეთრად, ესე ბაცად, რომ ჩაჯდეს საერთო ენერგეტიკაში, ხო? ანუ ესეთ რეზონირებას ვახდენთ მთელ სივრცეში ჩვენი აფირმაციების და ამიტომ ვირჩევ ცოტა ნასფერებს და გავუკეთოთ მასაც ნეიროგრაფირება. ესეც ჩვენი სპირალი და ყვავილი. ეხლა უკვე შეგვიძლია დავამატოთ სივრცული ხაზები და აქაც შევეცადოთ, რომ იყოს ნაზი. ეს ჩვენი ხაზები. თუმცა ესეც არის თქვენზე დამოკიდებული, როგორც გსურთ, ისეთი გაავლეთ, როგორც გსურთ, რომ იყოს უფრო მკვეთრი, უფრო ბაცი. და შეეცადეთ აქ უკვე, რომ თქვენი სივრცული ხაზები უკავშირდებოდეს ყვავილს და ჰარმონიულად ჩაჯდეს თქვენს ნამუშევარში. როგორც გახსოვთ, სივრცული ხაზები გვეხმარება, რომ ჩვენი ეს აზრები გავიდეს ჩვენს გარშემო სივრცეში, გაიტანოს, ანუ გონებას ვეხმარებით, რომ გაიტანოს ახალი ქსელი შექმნას ნეირონული. ზოგადად აფირმაციებიც ზუსტად იგივეს აკეთებს, ახალ ნეირონულ ქსელებს ქმნის და აკავშირებს. ამიტომ ჩვენი ხაზები უნდა იყოს ისე გავლებული, რომ ერთმანეთთან აკავშირებდეს ჩვენს აფირმაციებს. თქვენ შეგიძლიათ, რომ მაგალითად ეს ნამუშევარი გააკეთოთ რამოდენიმეჯერ, აი სხვადასხვა სურვილზე. ან კონკრეტულად ეს აფირმაციები, რაც ახლა დღეს არის მოცემული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ კონკრეტულ სურვილზე და მასზე მიმართოთ და გააკეთოთ როგორც 21 დღიანი პროგრამა ესეთი, იმიტომ რომ ვიცით ყველამ, რომ ჩვენს სხეულს, გონებას და ასე შემდეგ ჭირდება მინიმუმ 21 დღე, რომ შექმნას სიახლე, ხო? ანუ ახალი უჯრედი შეიქმნას, სიახლე წარმოვიდეს, განახლება ხდება 21 დღეში.
სრული. ამიტომ მნიშვნელოვანია 21 დღის მანძილზე გავიმეოროთ ჩვენი სურვილები, მიზნები და მივცეთ დრო და შესაძლებლობა ჩვენს გონებას ახალი ნეიროქსელი რო გაავლოს ჩვენი მიზნის მისაღწევად. ეხლა ვიწყებთ უკვე გალამაზებას და მომგვალებას, ხო კუთხეების. ჯერ მინდა რომ კიდე დავამატოთ აქ ფერები და მერე დავიწყოთ უკვე მუშაობა მომგვალებაზე. მე მინდა რომ ცოტა ცეცხლოვანი ენერგია შემოვიტანო ჩემს აფირმაციებში. ფერს დავამატებ კიდე. აი აქ უკვე ამ ნამუშევარში ყოველი ფერი რაღაცას აღნიშნავს. მაგალითად ეს როგორც გითხარით არის ცეცხლოვანი ენერგიის შემომდანი, ხო? ეს ფერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე მზის ენერგია შემოაქვს. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენი დატვირთვა ფერებს გარკვეული და იმის მიხედვით გამოიყენოთ. და ასეთ ნამუშევარში ენერგეტიკულ ნახატში თქვენ თავისუფალი ხართ შემოქმედებითად, ისედაც თავისუფალი ბრძანდებით ყოველთვის. უბრალოდ აქ აი ეს წესები ნეიროგრაფიკის ხატვის არ არის აუცილებელი რომ დავიცვათ. შევეცადოთ რომ გადაკვეთის ადგილები გამოვყოთ, ხო? მომგვალოთ ფერით. რადგან საკმაოდ ბევრი გამოგვივა ეხლა ამას. არ მივყვებით ესე კონკრეტულად, აი უბრალოდ ესე ნაზად გამოვყობთ ამ გადაკვეთის ადგილებს. ესეთი მსუბუქი ჰაეროვანი ნახატი გამოგვივა. აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია კიდე სხვა ფერებიც დავამატოთ, რომელიც ჩვენს ყვავილებს, აფირმაციებს კიდევ უფრო ამას გახდის და გააძლიერებს და როგორც გითხარით თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ფერები დავამატოთ. გემოვნების და კიდევ ვიცით მოთხოვნის მიხედვით. შინაგანად რა მოთხოვნა გექნებათ დავამატოთ აქ. თუ მაგალითად უფრო გთხოვთ რომ აი გაძლიერებული იყოს და მეტი ენერგია გქონდეს თქვათ ფერით, შეგიძლიათ რა თქმა უნდა მისცეთ სიმკვეთრე. ზოგ შეიძლება მოუნდეს წითელი გააკეთოს, რომ უფრო იყოს მეტი ენერგია ნახატში. ზოგს პირიქით მწვანე მოგინდეთ მეტი, რომ სიმშვიდე გქონდეს. აი ესეთი
სილამაზე გამოგვივიდა და მოკლედ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ გვავიწყდება ამ აფირმაციების გამეორება. შეგიძლიათ პირდაპირ ფოთლებში ჩააწეროთ ეს აფირმაციები. გააჩნია როგორ დახატავთ, შეგიძლიათ საერთოდ სხვა ფორმა მიისცეთ, ესე გაშლილი არ იყოს და ცოტა შეკრული ზემოთ მიდიოდეს ეს, როგორც გითხარით, თქვენი ფანტაზიის და გემოვნების ამბავია. თავარია ჩვენ აქ ჩავსვით სიმბოლო ყვავილის, აყვავების, სილამაზის, გაფურჩქვნის, ჩვენ სივრცეში გავიტანეთ ეს აფირმაციები, მივეცით აქ სპირალი, რომელიც მუდმივობას და განვითარებას აღნიშნავს აქ და რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდა სივრცული ხაზის გავლებაც, ძლიერი ენერგიის შემომრტანი, სქელი სივრცული ხაზი, სამყაროს ენერგია შემოვიტანეთ ამით ჩვენს ნამუშევარში და გამოვყავით ფიგურა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი აფირმაცია გამოყოთ როგორც ფიქსაციის ფიგურა. მე აქცენტი გავაკეთე საკუთარ თავზე, როგორც ამომავალი წერტილი ამ ყველაფრის, ეს ხდება ჩემს სივრცეში და ჩემს გარშემო. წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო.